იმედია არ ვიცი გუშინ იმედია საღამოს იმეცადინეს და გაარკვეს რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილების შორის. გუშინ ამაზე პასუხი არ ქონდათ. ეს არის უმარტივესი კითხვა, ეს პირველი კურსიც არ არის. უმარტივესი კითხვა, რასაც ჭირდება უმარტივესი პასუხი. რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილების შორის. როცა ამ კითხვას ვერცემ, არცემ პასუხს, ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან მძიმედ გაქვს საქმე და ეს ასეა. ნახოთ დღეს რა სიტყვიან. ანუ ამ ელემენტარულ კითხვაზე პასუხს არ გაცემა ნიშნავს იმას, რომ თავადაც იციან პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის თაობას. ეს სასამართლოზეა დამოკიდებული, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის პირველი კურსის, პირველი ლექციის დონის კაზუსი. არ ვიცი დანარჩენი არის დამოკიდებული სასამართლოზე. თქვენ განწყობები როგორ დაინახეთ? გუშინ დელისხდომის შემდეგ საზოგადოების ნაწილს დარჩა განცდა, რომ გარკვეულწილად ფორმალურ პროცესს ვადევნებთ თვალს, რომელიც არის პოლიტიკური მოტივებით სასამართლოებით გაჯერებული. რატომ არის ეს განცდა საზოგადოების ნაწილში? ფორმალურში რა იგულისხმება? ის რომ გადაწყვეტილია და ფორმალური იყო საკმაოდ აქტიური დისკუსია. მხარეებს შორის მოსამართლეებმა დასვეს კითხვები. თქვენ უყურებთ ამ ყველაფერს, ფორმალობა რა იყო ამაში? ფორმალური იყო ადეიშვილის სასამართლო. გუშინ სად იყო აქ ფორმალობა? და ფორმალური იყო, ასევე შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვები, როდესაც მაშინ არსებობდა 2016 წლის ჩათვლით საკონსტიტუციო სასამართლოში კლანი, როდესაც მაშინდელი სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებს აწერდა ერთი და იგივე კოლეგიას. რატომ? იმიტომ რომ იცოდა წინასწარ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა შესაბამისი კოლეგია. მაშინ იყო კლანი. აქ საკონსტიტუციო სასამართლოში 2016 წლის ჩათვლით, მაშინ აქ იყო რამდენიმე ნაცმოძრაობის აქტივისტი მოსამართლე. დღეს არის განსხვავებული ვითარება. დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს საშუალება დამოუკიდებლად ადეიშვილების ჩარევის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილებები. ეს არის რეალობა. არა. ხოდა მე ნახეთ რა გითხარით, გიორგი პაპუაშვილს არ ქონდა რამდენიმე მოსამართლის იმედი, მაგრამ ქონდა 3 კონკრეტული მოსამართლის იმედი, რომლებიც იყვნენ თავმოყრილი ერთ კოლეგიაში და ამიტომ ზუსტად ამ კოლეგიას აწერდა ხოლმე საქმეებს. ხო მივხვდით რასაც ვამბობ? მივხვდით? დანარჩენი მოსამართლეების იმედი არ ქონდა. ანუ სულ იყო 9 მოსამართლე, თავისი იმედი ქონდა და კიდე 3 მოსამართლე. ამიტომ აწერდა ზუსტად ამ კოლეგიას და არა მეორე კოლეგიას ყველა საქმეებს. იმიტომ რომ კლანი იყო მაშინ ნაცმოძრაობის კლანი 2016 წლის ჩათვლით. პრეზიდენტის მოსვლასთან დაკავშირებით რა თქვა შესაძლებელი აუცილებლობა დადგება თუ არა რომ მან გასცეს კითხვის პასუხი. საქართველოში დღეს ფუნქციონირებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტები. შეიძლება ეს არ მოწონდეთ მათ შორის პრეზიდენტს, მის წარმომადგენლებს, მაგრამ საქართველოში დღეს მოქმედებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტები. მე ასევე დიდი იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში პრეზიდენტის წარმომადგენლებიც კი ამოხსნიან პირველი კურსის კაზუსს, რაზეც გქონდა ჩვენ საუბარი გუშინ და გვექნება საუბარი დღეს. ამ თემაზე ესე რომ მიდის საუბარი საკონსტიტუციო სასამართლოში, უბრალოდ ეს არის სირცხვილი, მათ შორის იგივე სტუდენტების წინაშე, რომლებსაც ზოგიერთი წარმომადგენელი ლექციებს უკითხავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ეს უბრალოდ სირცხვილია ესეთი რაღაცების მოსმენა გვჭირდებოდა ჩვენ გუშინ. სამარცხვინო რა. არ ვიცი, მე პროცესის შემდეგ, მე არაფერი არ მსურდა რა თქმა უნდა მისი ნახვა. აქ საუბარი რაზეა, ნახეთ. მისი ჩამოსვლა ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოში იქნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება. თუ პრეზიდენტი იცლის, რომ განახორციელოს არაკონსტიტუციური ვიზიტები საზღვარგარეთ, რატომ ვერ მოიცალა მან საკონსტიტუციო სასამართლოში ჩამოსასვლელად, ხო? ეს არის ელემენტარული უპატივცემულობა ამ კონსტიტუციური ორგანოს მიმართ და ეს არის ის დამოკიდებულება, რასაც ზოგადად სალომე ზურაბიშვილი ავლენს საქართველოს კონსტიტუციის მიმართ. აჩვენა ის, რომ სერიოზულად ემზადებიან ვიღაცები რევოლუციისთვის. რა თქმა უნდა, ამის საშუალებას ჩვენ არავის მივცემ. საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც მტკიცედ დაიცავს საკუთარ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, მაგრამ რაც ვიხილეთ არის ბუნებრივია ძალიან მძიმე და შეგვახსენებს, რომ საჭიროა ყველა შემთხვევაში სიფრთხილე იმისათვის, რომ არ მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია, რაც გულისხმობს რევოლუციას, არეულობას, უბედურებას და ფრონტს. ეს საფრთხის გამოეხმაურა ინფორმაციას და განაცხადება არის თქვი, რომ განაცხადება გაკეთა ალექს რაუფოგლუს კითხვის აპასუხოთ, როგორც ცნობილია, ეს რაუფოგლუ არის ფარას მიერ დაქირავებული
კი. ეს ის რომ ლობისტი ეს ცნობილია შესაბამის კანონში, რუსულ კანონში, რომელიც მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, არის დაფიქსირებული ის, რომ მას ევალება საკუთარი თავის რეგისტრირება ლობისტად და ეს ოფიციალურად არის რეგისტრირებული ლობისტად ამერიკის შეერთებულ შტატებში, ეს არის ნაცმოძრაობის ლობისტი. შესაბამისად, მისგან კითხვა არ გვიკვირს, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენთვის გასაკვირი იყო, მათ შორის საელჩოს განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით, როცა იდება აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ USAID-ის დაფინანსებით ვიღაცები ამზადებენ აქ რევოლუციას, ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, კაცრი გამიჯნა, თუმცა ჩვენ ასეთი მკაცრი გამიჯნა ვერ ვიხილეთ, იმედია ეს პოზიცია გამოსწორდება. ნახოთ.